აუცილებლად მინდა გკითხოთ, მე თვითონ ვარ ორი გოგონას მამა. მამა გარდატეხის ასაკში გოგონებთან და ბიჭებთან განსხვავებულად უნდა ურთიერთობდეს? თქვენ ხართ მაგალითით, თქვენ და თქვენი ცოლი, ცოლ ქალსა და კაცს შორის როგორი ურთიერთობა, ამას შენ აჩვენებ. ამიტომ ბავშვი თქვენ როგორც ურთიერთობ, ითავისებს ამას. და მე უფრო ადვილად რეალიზაციას მოახდენს ამის. აგრეთვე ითავისებს შენს ხატს, თავის დედის ხატს. თუ ეს დადებითი ხატია, მოიხიბლა, იმას გაიმეორებს, გაითავისებს. მაგრამ თუ მშობლებს ერთმანეთი უყვართ, ესმის, ეს ჩანს. ბავშვი წავა იმ სიყვარულის ძებნას დაიწყებს და როგორც წესი ნახულობენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრედიქტორი ხო იცით რა არის, რომ აი ინფარქტის პრედიქტორია ცხიმოვანი საკვები, რა ქვია, მოსაწევი, მოძრაობა, ანუ ის რაც რის საშუალებითაც შენ იტყვი რომ ეს განუვითარდება წინასწარ მონაცემები. ჯერ არა გაქვს, მაგრამ გექნება. აი ბედნიერი ქორწინების პრედიქტორი არის, როცა მშობლები ბედნიერ ქორწინებაში არის. შენც ამას იმეორებ. არ ვიცი რამდენად სწორად გავაკეთე, ერთ მაგალითს გეტყვით, ღამე 10 საათზე უმთავრდება ჩემ ქალიშვილს ცეკვა და რო წამოვედით, მეთქი დედიკოს მინდა ყვავილი უყიდე და კაი 1 საათნახევარი ვატარე, ვიარეთ, სანამ ყვავილს მივაგნებდი, მივაგე, მივიპოვე და მივეცი ჩემ ცოლს ნენეს დანდასწრებით და მე მითხრა რომ ძალიან მინდა შენაირი ქმარი მყავდესო. სწორად მოვიქეცი. აჩვენებ როგორ გიყვარს დედამისი და ეს დადებით რა თქმა უნდა გამიმომერობას იწვევს. მაგრამ არის უარყოფითი მამა, არის უარყოფითი, სადაც ბავშვი ფიქრობს რომ ნეტა დაცილდნენ. აი დღე და ღამე ჩხუბი, დედის გინება, ცემატყება, სადაც ბავშვი გაქცევაზე. თქვენ თუ ეთანხმებით ესეთი რაღაც წამიკითხავს ბატონო, როცა სიტყვაზე მამა მოძალადეა, გოგოც როგორღაც ქვეცნობიერად თუ ცნობიერად არ ვიცი, ეძებს თვითონაც მოძალადე პარტნიორს და ხშირ შემთხვევაში მოძალადე მამიშვილი, მოძალადე კაცის მეუღლე ხდება. კი, ხშირ შემთხვევაში ნარკომანის. დიახ. თუ მოძალადე არის დედის მიმართ, ერთია. გოგონა თვლის, რომ დედა დამნაშავე ზოგჯერ. ეგ რო იყოს თვითონ, მამა მოძალადე არ იქნება. ამიტომ მიყვება მოძალადე ქმარს, რომ დაამტკიცოს, რომ აი მე მართალი ვიყავ. იგივე მექანიზმი მუშაობს ნარკომანთან. მამა ჩემი, იმიტომ რომ მამა ნარკომანი უალერსებს ეუბნება ჩემო კარგო კუნძ, აი გიყიდი იმას და მაგრამ თუ აგინებს და ის მაშინ არა, რა თქმა უნდა. ამიტომ ფიქრობ ეს დედა ჩემო გასაღები, ესე იგი ვერ გამონახა მასთან საერთო ენა მის გულთან და დედა ჩემი ის ბრალია, რომ მამა ჩემი ცუდი არ არის. და ამიტომ ნარკომანს მიყვება, რომ ეს გაამართლოს თავის თავთან და სხვებთან. და ასე ვთქვათ, იმას ის გამოასწოროს და აჩვენოს ამას, რომ უმეტეს შემთხვევაში იგივეს ეჯახება.